ხო, მაგრამ აი ხა ეს რაღაცნაირად ახალი ეტაპიც არის. და შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა, იმედმა ეს კარდი შემთხვევით არ გამოიტანა. პროპაგანდისთვის ეს ახალი ეტაპია, მაგრამ ლოგიკურია და ზუსტად ამაზე არ ვლაპარაკობთ ბოლო ყველა პოდკასტი, ზუსტად ამას უსვამთ ხას, რომ აი ეს დღე მოდის, როცა არაფერი დაფარული აღარ იქნება და პრინციპში არაფერი დაფარული აღარ არის, არაფერი შეფარვით ქართული ოცნების მხილება საჭირო არ არის, ეხლა ბაჩიაშვილზე გამახსენდა და მანამდე კიდე, რომ აი რას იტყვის, რა უნდა თქვას, ანუ ქართული ოცნება არაფერს თვითონ არ მალავს, ამ მხილება, ამ პოლიტიკურ რეჟიმს აღარ ჭირდება. პირდაპირ ყველაფერს ღიად აკეთებს და ამბობს, ხო? და ვისაც აქვს თვალი უნდა წაიკითხოს და ვისაც აქვს ყური უნდა მოისმინოს და გაიგოს. მეტი იქ არაფერი არ ხდება, ყველაფერი არის ღიად. და ეს დღე რომ მოდიოდა, ბევრად ადრე ჩანდა, გაზაფხულიდან ჩანდა მთელი ეს პროპაგანდა, რომ ვიღაცა აგენტია, ვიღაცა უცხოეთიდან დაფინანსებულია, ვიღაცა გარყვნილების პროპაგანდას აკეთებს და ასე შემდეგ, ხო? საბოლოო ჯამში რომ იმით დამთავრდებოდა, რომ ჩვენიანი არ არის. საბოლოო არგუმენტი ეგ იქნებოდა. ჩემ წინააღმდეგაა, ჩემიანი არ არის, ამიტომ ციხეში ჩასმაც მოსულა, სამსახურიდან გაგდებაც მოსულა, ქვეყნიდან გაგდებაც მოსულა და ყველაფერი მოსულა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ რეჟიმი საბოლოოდ აი ამ სახეს მიიღებს და ისტორიისთვის ეგ ახალი არ არის, რომ შენი პოლიტიკური ოპონენტი მტერია და ამიტომ ყველაფრის ღირსი შეიძლება იყოს. თავარი მანდ არის საზოგადოება სადამდე გაყვება ამ პროპაგანდას, თორე ეს რეჟიმი რომ ამ რელსებზე დგას, ბევრად ადრე გამოჩნდა. ეხლა ჩვენი თავის ტკივილი და ჩვენი განგაშის თავარი საკითხი ის არის, რომ საზოგადოების რა ნაწილი იქნება ბოლომდე მტკიცედ და მორალურად და ეთიკურად მზად იმისთვის, რომ აი ამას დაუპირისპირდეს, რომ ვინც ჩემიანი არ არის, ყველაფრის ღირსი არ არის და არა ყველაფერზე ხელის მომწერი არა ვარ. თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩეველი ვიყო, ხო?